მოგესალმებით, გამჩისყალობით ჩვენ ვაგრძელებთ პირკეოთის შესწავლას. გამჩისყალობით ჩვენ გავჩერდით პირველი თავის მე-9 მიშნაზე. წერს მიშნა שמעון בן שטח אומר, אמבוס רבי שמעוני, הווה מרבה לחקור את העדים. ზოგადად საუბრობს მიშნა იმ ხალხზე, ვინც მოსამართლეები არიან, ან რამის ასე ვთქვათ გარკვევას ცდილობენ, არა საჭირო რომ მოსამართლე იყოს ადამიანი, თუ რაღაცა ასე ვთქვათ რაღაცა თემას განიხილავს ადამიანი. და წერს ჰევ მარბე ლახკორ ეთ აიდი ყოველთვის შეეცადე ადამიანს უწოდეს და გვასწავლის რამე შემონი რომ მაქსიმალურად შევეცადოთ ყოველთვის გავარკვიოთ ყველაფერი გავარკვიოთ და შემდეგ გამოვიტანოთ რა თქმა უნდა დასკვნა. რატო ზანის მიშნა დააგრძელებს ვეჰვეზ და ჰირ ბიდვარეხა და ყოველთვის ადამიანს უნდა ქონდეს სიფრთხილე ჩვენი სიტყვებში. ვეჰვეზ შემა მითხრა მილმედო ლაშაკერ. რადგანაც შეიძლება ასე ვთქვათ დაუფიქრებმა ასე ვთქვათ საუბარმა შეიყვანოს ადამიანის შეცდომაში და ჩვენი შეცდომისგან რა თქმა უნდა ისწავლიან ტყუილს. მიშნას განიხილავენ რაბები რამოდენიმე მიმართულებით. ერთია თქმა უნდა არის როგორც რაბი შემონა ბრძანა ეს არის მოსამართლეების საკითხი. რომ ნაღდათ თუ ადამიანი მოსამართლეა რომ განიხილოს ყველაფერი არ აჩქარდეს როგორც მასახეთ სანედრინს ძალიან ტრაქტატ სანედრინში არის მოყვანილი ძალიან ვრცლად ისტორიები თუ როგორ განიხილავდნენ ნებისმიერ საკითხს გინაც ფინანსურ ასე ვთქვათ საკითხებს გინაც თუ ადამიანი გამჩნდა უფალს ადამიანი დასჭილიყო სიკვდილით როგორც ვიცით როცა ტაძარი გქონდა ჩვენ გქონდა გვიწერია თორაში გარკვეული სასჯელებიც ადამიანი ისჯება სიკვდილით განიხილავდნენ ძალიან ბევრს. როგორც დავით მელეხის არის მოყვანილი, დავით მელეხი ყველაფერს განიხილავდა და ასე ვთქვათ იმისთვის რომ რაღაცა გადაწყვეტილება მიიღო, ასე ვთქვათ ბევრი თეილიმია მოყვანილი, სადაც გამჩნს თვითონ სთხოვს დავით მელეხი რომ არასოდეს არ დამაყენო ისეთ საკითხში, რომ მე შევცდე. მე ვიღაცა ცუდად გამსაჯო და ნადრევად გამოვიდანო ვიღაცა ადამიანის მიმართ განაჩენი. რადგანაც ცნობილია დავით მელეხისაც რომ წერს მიდრაშიც რომ იყო დაკავებული ასე ვთქვათ სასამართლოთი მეფე იყო მაგრამ ეხმარებოდა სასამართლოთას ბრძენებსაც ეხმარებოდა თორის ბრძენებს რომ მიიღო ასე ვთქვათ სწორი გადაწყვეტილება და ხალხში ძალიან ასე ვთქვათ თვითონ ხალხში ტრიალებდა დავით მელეხი და ძალიან ბევრი მაგალითები მოყვანილი რომ გაჭირებულებს ეხმარებოდა თვითონ და არა თავის მგზავნილები ხალხს ეხმარებოდა თორის სწავლაში ძალიან ახლოს იყო ხალხთან არ იყო როგორც მეფე ასე ვთქვათ თავის სასახლეში ზის და ხალხის გამოშორებულია და წერს რაბი შემონ გვასწავლეს ხსნიან რაბები რომ ეს არის რა თქმა უნდა პირველ რიგში მოსამართლეებზე რომ ადამიანი იყო არ აქვს მნიშვნელობა რა საკითხის განიხილავენ ეს არის პატარა თუ დიდი საკითხი ყველაფერი უნდა იყოს ბოლომდე გამოძიებული მეორე რა თქმა უნდა რაბები გვასწავლენ ეს არის ჩვეულებრივი ხალხზე საუბარი ეს არ არის მარტო მოსამართლეებზე არამედ ჩვეულებრივი ხალხზე რომ ძალიან ბევრჯერ მოყავს პირკეავოც და არ მარტო პირკეავოცაც რაც შეეხება ლაშონარის თემას ჩვენ ხუმაშიც ვისწავლეთ ფარაშეთ მეცორა და ბევრ ადგილებზე ხვდებით ჩვენ პირკეავოჩის და არა მარტო პირკეავოჩის მიდრაშები განიხილავენ ძალიან ბევრი დიდი არასასიამოვნო მაგალითებით რაც შეიძლება კაცობრიობაში ასე ვთქვათ ქონია ისრაელში და ძალიან ბევრი უმეტესობას განიხილავს თორა რომ ძალიან ცუდად მთავრდება ყველაფერი. როდესაც ადამიანი სამწუხაროდ ლაპარაკობს მეორე ადამიანზე ლაშონარას სინამდვილეში შეიძლება ვთქვათ რომ ადამიანმა ჩაიდინა რაღაცა და ასე ვთქვათ ადამიანები ავრცელებენ სიმართლეს ესეთი უნდა ვიცოდეთ რა არის ლაშონარა და შევისწოროთ ყოველთვის დაგვამოდლენს ყველა თითოეული ისრაელის დაგვამოდლენს გამჩნევა რომ შევისწავლოთ ლაშონარის კანონები როგორც საჭიროა რომ ადამიანი არ შევცდეთ და არ ჩავიდინოთ გამჩნევა უფალოს ლაშონარის ცოდვა იქ არის ხაფეც ხაიმის ასე ვთქვათ წიგნი რომელიც ძალიან დაწურულებით და მაგალითებით მოყავს ხაფეც ხაიმს თუ რა შეიძლება იყოს ლაშონარა და უმეტესი შემთხვევა მოყავს რომ ადამიანს შეიძლება
გონია რომ ეს უნდა ითქვას ხალხიაში, ეს უნდა გავავრცელოს, უნდა იცოდეს ხალხმა სინამდვილეში, რასაც ადამიანი ავრცელებს, უმეტეს შემთხვევაში ეს ლაშონარა და როგორც ხაფეც ხაიმსაც მოყავს და მიდრაშსაც მოყავს რაბების სახელით, რომ ძალიან ასე ვთქვათ არა მარტო ერთი თაობა ასე ვთქვათ იხდის მე ლაშნარის საფასურს. როგორც თორაში გვიწერია რა, მოკლედ რო ახსენოთ, ნებისმიერ ცოდვაზე წერია, რომ სიკეთეს გამჩენი 1000 თაობაზე ტეხავს და ასე ვთქვათ ყოველი თაობა რაღაცა გასამჯეროს ღებულობს, რომ ადამიანი ერთი ადამიანი ჩაიდეს სიკეთეს და თუ გამჩენდა გუფარს ცოდვა ჩაიდან ადამიანმა 4 თაობა აღიარებს რა, ანუ აგებს პასუხს ამ ცოდვაზე. შეიძლება ადამიანმა შვილიშვილებს და შვილიშვილებს დაუტოვოს ცოდვა, ისეთი რომ შუმაკათ არ ჩაუდენიათ და ისინი აგებენ პასუხს. და როგორც მიდრაშიც მოყავს და ხაფეც ხაიმსაც არა მარტო ერთხელ მოყავს, რომ ეს არის უმეტესობა დღევანდელ დღეს თაობაშიც ძალიან გავრცელებული ეს არის ლაშონარის თემა, რომ ადამიანი გაუჩერებელი შეიძლება ილაპარაკოს სხვა ადამიანზე, თითქოს და მაგ ადამიანს დაავიწყდა, არც ახსოვს და შეიძლება ასე ვთქვათ არც დაფიქრდეს, ისე დაუნგრიოს სხვა ადამიანის ცხოვრება. და მაგაზე წერს რაბი შიმონი, რომ ადამიანი სანამ რამეს გაავრცელებს, სანამ რამეს ილაპარაკს ადამიანთან, ორივე ხარე განიხილოს, თუ რა მოხდა ნებისმიერ საკითხში, რა შეიძლება ასე ვთქვათ შეცდომა დაიშვა და შეიძლება ერთ ადამიანმა ერთი რამე მოგვიყვა და ის გავავრცელდა სინამდვილეში ისიც არ ყოფილა რაც მომხდარა სინამდვილეში, ან შეიძლება ვთქვათ რომ კი რაღაცა მოხდა, მაგრამ მეორე მხარესაც აქვს პასუხი, ხო? როგორც რატომ მოყავს სასამართლო, მაგალითად რაბი შიმონს, რომ სასამართლოში ორი ადამიანი მოდის და ორივე ადამიანს უსმენს მოსამართლე, არა მარტო ერთ ადამიანს. ერთ ადამიანმა რამე მოგვიყვა, ის იცახს რომ მე ვარ მართალი. მაგრამ სასამართლო მეორე მხარესაც ისმენს. შენი დამამტკიცებელი საბუთი მოიყვანა, რომ შენ არ ახლა დამნაშავე. ან პირიქით შეიძლება ვინც ლაპარაკობს, რომ ის არის დამნაშავე, სინამდვილეში ეს იყოს დამნაშავე. ამიტომ თორე გვაფრთხილოთ ძალიან ფრთხილები ვიყოთ. ჯერ მოსმენაში, როცა ხაფეც ხაიმი ძალიან ბევრჯერ ახსენებს მაგ საკითხს, რომ ადამიანმა არ მიაჩვიოს თავისი ყური მოსმენასაც. არა მარტო არ უნდა ილაპარაკოს, არამედ არც უნდა დადგეს ადამიანი იმ ხალხის გვერდით, სადაც ადამიანს განიხილავენ, ადამიანზე ცუც ლაპარაკობენ, რატო არ მიაჩვიოს ყური ლაშნარის მოსმენას. რადგანაც წერს მე აგზელს ხაფეც ხაიმი და ამბობს რა, თუ ადამიანი მიაჩვევს ლაშნარის მოსმენას, თავის ყურს მიაჩვევს, ის ადამიანი დღეს ხვალე ზეგ სხვა საკითხში თვითონაც დაიწყოს ლაშნარის ლაპარაკს. როგორც წინამშრომლშიც გავინახეთ რა, მოშორდეს ადამიანი ცუდ მეზობელს, ცუდ ამხანს მოშორდეს, რატო? რომ მისი თვისებები არ გაიმეოროს. არ თქოს ადამიანმა რომ ის ლაშნარს ლაპარაკოს, მე არ ვილაპარაკებ, მე არ შევწოდავ. რადგანაც ბევრ ადგილებში ხედავთ გემარაც ბრძანებს, რომ ადამიანმა არასოდეს არ თქვას არც ერთ საკითხზე არასოდეს. არავინ არ ვიცი, შეიძლება დღეს გარკვეულ საკითხში რაღაც მიცვაში ჩავაგდეთ ძლიერები, ვიცით რომ ყოველთვის შევასრულებ ამ მიცვას, არავინ არ იცის ადამიანმა ხვალე რას შევასრულებთ. ვიქნები ამ დონეზე ხვალე, შეიძლება ბეზარათში გამჩნდა გვიმხმაროს უფრო მაღალ დონეზე ავიდეთ. შეიძლება ადამიანი პირიქით დაბალ დონეზე ჩამოვიდეს. არ თქოს არასოდეს მე არასოდეს არ გავაკეთებ ამას და ამასაც ჩემი მეგობარი აკეთებს, არა თუ როგორ გონება რა, მოშორდით ცუდ ადამიანს, რატო არ გაიმეორო მისი ქმედებები. შესაბამისად, თორე გვასწავლეს, რომ ყველა საკითხს სანამ არ განიხილავს ადამიანი ორივე მხარეს, იმან რა თქვა, სიმართლე თუ არა იმან რა თქვა, მეორე მხარესაც შეამოწმოს და საბოლოოდ გამოიძიოს. ყველაფერი თუ არ გამოუძიებია ადამიანს, მაშინ გვიწევს რაბი შიმონი, რომ არ ილაპარაკოს საერთოდ. რადგანაც ერთი ადამიანის ერთი მხარის მოსმენა ეს არ არის ემეთი. ადამიანი რომელიც ადანაშაულებს სხვა ადამიანს არც რაბების წინაშე, არც სასამართლოს წინაშე, არც არანაირი გამოძიების წინაშე, ორივე მხარე უნდა დააყენოს ადამიანმა იქ, გამოიძიოს, მივიღოთ რამე ინფორმაცია, ნახდათ ვინაი დამნაშავე და შესაბამისად თუ რაბები მოგცემენ მაგის უფლებას რომ გავავრცელეთ, რომ სხვა ადამიანმა რაღაც გარკვეულ საკითხში იცოდნენ, რომ თუ ადამიანი ცუდია და ასე შემდეგ და დისტანცია დაიჭირონ მაგ ადამიანისგან. შესაბამისად, თორე გვასწავლეს, რომ ვიცოდეთ ყოველთვის რა ვილაპარაკოთ, რადგანაც ბოლოში მოდის და ასე ვთქვათ ასრულებს მიშნა
რაბი შიმონ მაგ სიტყვებით ასრულებს შემამიტო ხამილი მედულე შაკერ თუ ჩვენ გავარცელებთ სხვა ადამიანთან დაკავშირებით ერთ რამეს ორ რამეს და მაგაზას მე სხვებიც ხედავენ რომ ეს სინამდვილეში ეგეთი რამე არ ყოფილა ისწავლიან სხვა ადამიანების შენგანო ცუდს და ჩვენ ვიცით რა რომ ბრძანებს მასახეთ გემარა ბრძანებს მასახეთ სანედრინში ტრაქტატ სანედრინში რომ ერთ-ერთი ზედაც მოვიყვანეთ ჩვენ ეს მაგალითი ერთ-ერთი ადამიანია ვისაც თეშუბის საშუალებას არ აძლევენ და ანუ მეორე ახსნაც არის რომ ძალიან უჭირს მე თეშუბის გაკეთება და გამჩენთან დაბრუნება ეს არის ადამიანი სხვა ადამიანებს აწოდინებს ვასწავლით ცუდ გზას შეიძლება მე ჩვენ გამოსწორეთ მაგრამ ის მას ვისაც ვასწავლით ის შეიძლება აღარ გამოსწორდეს და ჩვენ არასწორ გზაზე სადაც დავაყენებთ ის გააგრძელებს შემდეგ წერს წერილაბები რომ თუ ჩვენ მოვიტყუილებით და ყოველთვის ასე ვთქვათ ლაშონარას გავავრცელებთ სხვებიც ისწავლიან და ეს იქნება რა თქმა უნდა იმის მაგალითი რომ შეიძლება მოტყუილება ჩვენ გავავრცელეთ არასწორი ინფორმაცია ხალხში და მეორე წერილაბები რომ პირველ რიგში უფრო ასე ვთქვათ ამბობენ რომ ყველაზე მძიმე რა იქნება მაგ ადამიანის ცდვა ყველაზე ახლობელი ისწავლის მისგან ტყუილს და ესენი არიან ჩვენი შვილები თუ ჩვენ გამჩენდა გუფარს დავანახეთ რომ ლაპარაკობთ ლაშონარას გავაგონეთ რომ ჩვენ ცუდ ლაპარაკობთ და ცუდ გზაზე ვადგავართ პირველი ესენი ისწავლიან ჩვენ გზას გამჩენა მოხსეს ბერახა აცლახა ყოველთვის ვიყოთ სწორ გზაზე გამჩენის მიცვები შევასრულოთ მარტო ემეთი ვილაპარაკოთ და ხშირ შემთხვევაში როგორც ხაფეცხამი გვასწავლის გინდათ ცუდი იყოს გინდათ ემეთი იყოს ცუდის ლაპარაკს ვაფშე არ გურჩევს საერთოდ ხაფეცხამი გინდათ ემეთი იყოს და გინდათ სიმართლე იყოს გამჩენა ყოველთვის მიცვები შევასრულებინოს ყოველთვის კაი გაგვიგოს ხოზე და ყოველთვის კაი გველაპარაკოთ ნებისმიერი საერთაშორისო ბეზარში მადლობა